Თქვენი ცხოვრების მანძილზე, რაც კი საჩუქრები მიგიღიათ, რომელზე იტყოდით, რომ ყველაზე ძვირფასია თქვენთვის. ალბათ იმაზე, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებოდათ. Როგორ ფიქრობთ, რა საჩუქარი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდებოდა ყველა ადამიანს, ვისაც კი უცხოვრია დედამიწაზე. ეს არის გამოსასყიდი, რომელიც უზენაესმა ღმერთმა და მისმა საყვარელმა ძემ გაიღეს მთელი კაცობრიობისათვის. მე ასეთი კითხვითაც მინდა მოვმართოთ. იყენებთ თქვენ ამ გამოსასყიდს? მაგალითად საჩუქარი, რომელიც როგორც გაჩუქეს თუ ისე შეფუთულ მდგომარეობაში გიდევთ სახლში, ხო, მაშინ აზრი არ აქვს, ხო, ასეთ საჩუქრის ქონას, თუ კი მას არ იყენებთ. გამოსასყიდი ეს ის საჩუქარია, რომელსაც ყოველდღიურად უნდა ვიყენებდეთ. როდესაც იტყვიან ხოლმე სხვადასხვა რელიგიები, ეგრეთ წოდებული ქრისტიანული იქნება თუ სექტები თუ თვითონ მართლმადიდებლობის ჩათვლით, რომ იესო ქრისტე მოვიდა ჩვენი წოდებისათვის, იქ ასრულებენ ხოლმე საუბარს. ამის იქით აღარავინ აღარ საუბრობს, იმიტომ რომ მათ არ იციან სიღრმეები. ახლა ზუსტად ამ სიღრმეებზე ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ გამოსასყიდი ყოველდღიურად გამოვიყენოთ ჩვენს ცხოვრებაში და ამავე დროს სხვადასხვა მიმართულებით. პირველი, ზეცერ მამასთან ურთიერთობის აღსადგენად და განსავითარებლად, მეორე, საკუთარ თავთან იმ უარყოფითი ჩვევებისა თუ თვისებების დაძლევისას, მესამე, მოყვასთან ურთიერთობაში, ადამიანთან ურთიერთობაში როგორ შეგვიძლია ეს გამოსასყიდი გამოვიყენოთ და რაც მთავარია, აი ამ გამოსასყიდის საფუძველზე გქონდეს ჭეშმარიტი იმედი, რაც არის მომავალში მარადიული სიცოცხლე ღვთის მიერ დაპირებულ მარადიულ სამყოფელში, ანუ სამოთხეში. მოდი დავიწყოთ თავიდან. რა მიზეზით იყო იესო ქრისტე დედამიწაზე მოსული? სულ რამდენიმე მიზეზი დაასახელა თვითონ იესომ, მაგრამ უმთავრესი მიზეზი თვითონ იესომ გაუსვა ხაზი. ეს შეგიძლიათ წაიკითხოთ უკვე, თუ ნახავთ მაგალითად რიგით მეორე სახარებას, მარკოზის სახარება ნახეთ, ახალ აღთქმაში მეათე თავის 45 მუხლი. თავად იესოს მოусმინეთ. აქ თვითონ იესო იძახის დედამიწაზე მისი მოსვლის უმთავრესი მიზეზი რა იყო? რომ ის მოვიდა იმისათვის, რომ თავისი თავი გაეღო მსხვერპლად, გამოსასყიდად. ანუ წინასწარ ამისთვის მოდიოდა ამ მიზნით დედამიწაზე. რატომ იყო საჭირო იესოს ასეთნაირი სიკვდილი? გამოსასყიდ ღმერთს რომ გაეღო ასეთნაირი სახით გამოსასყიდი. რატომ იყო ეს საჭირო? მაინც და მაინც ამ სახით, ამ ფორმით, რა ფორმითაც იესო შეეწირა და მოკვდა, ხო, მუდლების ხელით. მართალია მაშინდელმა ძალოვანებმა დასაჯეს ის, მაგრამ ის მღვდლების შეთქმულების მსხვერპლი იყო სინამდვილეში. და მღვდლების ხელი რაც. ეს რომ გავიგოთ, რაში გვჭირდება ჩვენ ეს გამოსასყიდი, ჯერ ის უნდა გავიხსენოთ, რა დავკარგეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდით, რომ საიდან უნდა გამოვესყიდეთ იესოს. დაბადებას ბიბლიის პირველი ორი ფურცელი აუცილებლად წაიკითხეთ, პირველი თავი, მეორე, მესამე. აქ მეორე თავში საუბარია როგორ პირველ თავში საუბარია შემოქმედებით პროცესებზე და ბოლოში იმაზე თუ ჩვენი შექმნის მიზანი რა იყო, როდესაც ღმერთმა შექმნა, რა მიზნით შექმნა და რა მიზნით დავასახლა დედამიწაზე. აქ პირველი თავის ბოლოში წერია, ხოლო მეორე თავში დედამიწაზე კონკრეტულ ადგილას ღმერთმა თავად გააშენა სამოთხე, ამ სამოთხეში დაასახლა ადამიანთა პირველი წყვილი და მათ უნდა ეწყურათ მარადიულად ახალგაზრდები, იმ ხელები უნდა ყოფილიყვნენ, ამ ხელებით შექმნა ღმერთმა. მათი შვილებიც რომ დაიბადებოდნენ, იმასაკამდე უნდა მისულიყვნენ, რამ ხელებიც ისინი იყვნენ და დანარჩენი მარადიულობა უნდა ყოფილიყო. მთლიანი პლანეტა უნდა გადაქცეულიყო ასე მთლიან სამოთხით. ეს იყო გეოგრაფიული დედამიწის ერთ კონკრეტულ ადგილზე. აქ მეორე თავში წაიკითხავთ ამას, მესამე თავში წერია ეს ყველაფერი როგორ დავკარგეთ, როგორ დაკარგა ადამიანთა პირველმა წვილმა და მე ზოგს უჩნდება ხოლმე კითხვები, ჩვენ რაღა შუაში ვართ, ახლა ზუსტად მაგაზე ვისაუბრებთ, ჩვენ რა შუაში ვართ. ამისათვის უნდა ნახოთ ახალ აღთქმაში წიგნი რომაელთა მიმართ, რომ აი ესე იწერება შემოკლებით, საძიებელში რომ ნახავთ, ესე იქნება, რომ მეხუთე თავის მე-12 მუხლი და ამავე შემდგომი მე-6 თავის 23 მუხლის პირველი ნაწილი ჯერ პირველ ნაწილს დაუკვირდით და შემდეგ ვისაუბრებთ მეორე ნაწილზეც, ამ 23 მუხლისა. რომაელების მე-5 თავის მე-12 მუხლში საუბარია, რომ ის ცოდვა, რომელიც ადამიანმა და ევამ ჩაიდინეს, მათ გენებში ღრმად ამოიკვეთა და იგი გენეტიკურად გადმოეცა მთელს კაცობრიობას, ანუ ჩვენ ვართ ყველანი დაბადებიდანვე, ჩვილი რო ჩაისახება დედის მუცელში. ის უკვე დაბადებიდანვე არის აი ამ ცოდვის მატარებელი,
რომელიც პირველმა წყვილმა ჩაედინა. მათ გენებში მოხდა ეს და გენებით ყველა ადამიანი ვატარებთ აი ამ ცოდვას, ანუ დაზიანდა ჩვენი გენი. და ამის გამოსწორებაა საჭირო. აი როგორც ყალიბს შეგვიძლია შევადაროთ ხო, მაგალითად ბატონების საცხობი, პურის საცხობი, ყალიბი რომ დააზიანოს ვიღაცამ გაძრავით. როგორი პურები გამოცხოდა მასში? რამდენი ხანიც გინდა აცხოს და რამდენი პურიც არ უნდა გამოცხოს, ყველა იქნება ზადიანი. იმიტომ რომ ყალიბია დაზიანებული. ესე იყო ის პირველი ყალიბი, პირველი წვილი ადამიანთან, რომლების შედეგადაც მოევლინა მთელი კაცობრიობა და ფაქტიურად დაზიანებული გენით. 623-ში გაიგებთ პასუხს, მეცნიერები რომ ვერ პოულობენ დღემდე პასუხს არის გენური დარგში მომუშავე მეცნიერები რატომ ბერდება და კვდება ადამიანი, ეს უჯრედები რატომ იწყებს და ბერებას აქ არის პასუხი 623-ში. რომ ეს არის ცოდვის გამო იწყებს დაბერებას და სიკვდილს ადამიანი. რომ არა ცოდვა, ადამიანი იქნებოდა მარად ახალგაზრდა იმ დონემდე, რა დონისაც იყო ადამი, როცა შექმნა პირველი სრულყოფილი კნილება. ყველა იქნებოდა მისი მსგავსი და იმ დონემდე. აქ ზუსტად ამებზეა საუბარი, ეს დეტალები, რომელიც უნდა ვიცოდეთ. მაგრამ აი ეს მდგომარეობა რომ გამოსწორებულიყო, საჭირო იყო საპირწონეს გაღება. დააკვირდით, ადამიანები ვერ შეწირავდნენ ღმერთს, ვერც ცხვარს, თუმცა ცხვრები იწირებოდა გარკვეული დროის განმავლობაში, ხო, ეს შესაწირავის სახით ამას შევეხები კიდე. მაგრამ აი თვითონ იესოს რომ მიიღო ასეთი ფორმა, წარმოიდგინეთ, როგორც სხვა ანგელოზები ხორცს რო შეიცხავდნენ ხოლმე და ევლინებოდნენ ადამიანის სახით. მსგავსი რამ იესოსაც შეეძლო გაეკეთებინა, განსხვავებულიყო პირდაპირ ადამიანის სახით და ესე მოვლენილიყო დედამიწაზე და იესო შეეწირათ, ხო, ამგვარი სახით. ეს არ იქნებოდა საპირწონე, ეს იქნებოდა მეტი უკვე. იმაზე მეტი ვიდრე ადამი იყო, ხო? ამიტომ საჭირო იყო ზუსტად როგორც ადამი იყო, აი მსგავსი ადამიანი მოვლენილიყო დედამიწაზე, სრულყოფილი. იმიტომ რომ ადამი ხო სრულყოფილი იყო, როცა შესწოდა. და გამოსასყიდი რომ გაღებული ყოფილიყო სიცოცხლის წილი, სიცოცხლე, როგორც აქვს ღმერთს ეს თავის კანონში, საჭირო იყო ზუსტად ისეთივე ადამიანი. ისეთივე ადამიანი აღარ იბადებოდა, იმიტომ რომ უკვე ცოდვის მატარებელი იყო ყველა. მაშ გამოსავალი რაში იყო? სწორედ აი ამაში, რასაც თქვენ წაიკითხავთ, კორინთელების პირველი წერილი ნახეთ, ისეთ საძიებაში მოძებნეთ პირველი წერილი. კორინთელთა მიმართ ასე წერია, მე-15 თავი ნახეთ და 21-22 მუხლები. აი აქ 21 მუხლში საუბარია იესო ქრისტეზე, რომ ის იყო ადამის მსგავსი მეორე ადამი. ზუსტად ეს წერია სიტყვა სიტყვით თუ ნახავთ, აი ამ წერილში ადამის მსგავსი მეორე ადამი, ანუ როგორიც იყო ადამი, ადამიანს ხო არ ყავდა ფიზიკური მამა, ის უშუალოდ ღვთისგან იყო შექმნილი, ხო? იესოსაც არ ყავდა ფიზიკური მამა, ისიც უშუალოდ ღვთისგან იყო. ანუ ადამიანის მსგავსი ადამი იყო, ტყუპის ცალი, ეს სიტყვა რო გამოიყენოთ, რომ ერთ გვერდ დავეყენებინა, ვიტყვით, რომ ეს არის ადამიანის ტყუპის ცალი. ზუსტად ისეთივე სრულყოფილი, როგორიც იყო ადამი, ესეთივე ადამიანი მოგვივლინა ღმერთმა. ადამიანის მსგავსი, ანუ საპირწონე. რათა გამოსასყიდი სრული ყოფილიყო. საპირწონე, ეს იურიდიული ტერმინია, ვიცით, ხო? აი ამას გულისხმობს. მაგრამ აი აბელიდან მოყოლებული, თუ ნახავთ აქ თქვენ მაგალითად ბიბლიის პირველივე თარგმანებში მეოთხე თავში იწყება იქ დაბადების მეოთხე თავში, რომ აბელმა პირველმა კაინის და თვითონ ადამის და ევას შვილმა შეწირა ცხვარი. რატომ? იმიტომ რომ ის უკვე აცნობიერებდა, რომ საჭირო იყო გამოსასყიდი, აი ამ მდგომარეობიდან, რაც მისმა მშობლებმა ადამმა და ევამ ჩაიდინეს, მაგრამ მას რა შეეძლო გაეღო? ერთადერთი ყველაზე საუკეთესო ცხვარი, ეს სიმბოლური იყო ეს. იმის მაჩვენებელი აბელი აცნობიერებდა ამას, რომ ადამიანები საჭიროებდნენ გამოსყიდას. იქიდან მოყოლებული ადამიანებმა დაიწყეს ცხრების შეწირვა. და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო იხვეწებოდა ეს სისტემა, მე მოდლების სახით მოგცა ღმერთმა ეს მთლიანი სისტემა, სადაც მიყავდათ ხოლმე ცხრები და ამ ცოდვის გამო წირავდნენ ხოლმე. ეს გრძელდებოდა იესო ქრისტეს შეწირვამდე. იესო ქრისტეს შეწირვამდე და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, თუ შემოხვალთ, რიგით 91 ვიდეო მოისმინეთ, იქ მაქვს ეს დეტალურად აღწერილი, როგორც ჩაანაცვლა მთლიანი ეს მსხვერპლ შეწირვა და ეს მღვდელთა მსახურება იესო ქრისტემ. როგორც გამოსასყიდმა და შესაბამისად როგორც მღვდელთავარმა, როგორ აიღო თავის თავზე მთლიანი ეს პროცესი. და ამიტომ აი ეს ნახეთ, აი აბელიდან მოყოლებული იესო ქრისტემდე როგორც წირავდნენ ცხვარს, მაგრამ იესომ როგორ შეცვალა, ნახეთ ბიბლიის ბოლოდან მეორე წიგნია, ებრაელთა მიმართ, ესეთი დასახელება არის, შემოკლებით საძიებაში თუ ნახავთ. ებრაელთა, ესე იქნება მოცემული, შემოკლებული ფორმით, ებრაელთა
ნახეთ მეათე თავი ნახეთ 5-დან 12-ის ჩათვლით. აი ამ მონაკვეთიდან კარგად ჩანს ეს როგორ შეცვალა ეს ყველანაირი გამოსასყიდი იესოს მსხვერპლმა. რაც იყო ეს უფრო ძვირფასი მსხვერპლი, ვიდრე მანამდე მოდელთა მსახურების შედეგად გაღებული მსხვერპლი და როგორც გითხარით მოისმინეთ 91 ვიდეო ჩემს პირადში შემოდით და ნახეთ ეს ვიდეო, სადაც იქ უკვე ეს საკითხები არის აღწერილი. ეხლა რა მოხდა ამ დროს? ჩვენ თქვით რა დაკარგა კაცობრიობამ ადამიანის შედეგად, ანუ სულ სხვა მიმართულებით განვითარდა მერე ქვეყნიერება, იმიტომ რომ ადამიანმა უარი თქვა ღმერთის მორჩილებაზე, იგი დაემორჩილა ეშმაკს, აქ ალტერნატივა არ ქონდა, ღმერთმა ერთი ურჩია, ეშმაკმა მეორე. მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ გააკეთა არჩევანი, რომ ეშმაკს შეერთებოდა ამბოხებაში. შედეგად ადამი თავის და აი ამ დაუფიქრებლობით მოხდა ეშმაკის მონობაში, წოდის ტყვე გახდა, ეშმაკის მონა და სულ სხვა მიმართულებით განვითარდა მთელი ქვეყნიერება დღემდეს, რაც განვითარდა, ეს არის ზუსტად ამით ოქვია ეშმაკის ქვეყნიერება. თუ ნახავთ კორინთელების 2 წერილის 4 თავის 4 მუხლს. იქ ზუსტად აი ამ მთელ ქვეყნიერებას ეშმაკის ქვეყნიერება ეწოდება. და ეშმაკია ამ ქვეყნიერების ღმერთად მოხსენიებული. და ამ მიმართულებით წავიდა კაცობრიობა. ანუ სულ სხვა მიმართულება უნდა ყოფილიყო, მთლიანი პლანეტა 64 უნდა ყოფილიყო, მასზე უნდა ეცხოვრათ ახალგაზრდა ადამიანებს, უბერებლებს, მარადიული ცხოვრებით და უნდა ყოფილიყვნენ ჰარმონიაში ცხოველებთან და მთლიანი პლანეტა როგორც დიდი 64-ის ბაღი ისე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს დავკარგეთ. კიდევ რა დავკარგეთ? ნახეთ, რაც ყველაზე მთავარია. დაბადების 2:16-ში ან 17-ში თუ ნახავთ, აქ ღმერთი რო ეუბნება ადამიანს, არ შეჭამო ადამს, თორემ მაშინვე მოკვდები. დააკვირდით, მაშინვე მოკვდები. და ეხლა სკეპტიკოსები და კრიტიკოსები, რომლებიც არიან ბიბლიის, ხო? მეხუთე თავის, აქვე დაბადების მეხუთე თავის მეხუთე მუხლში წერია, რომ ადამიანმა იცოცხლა 930 წელი. ნახეთ კრიტიკოსები სად იჩენენ ხოლმე თავს, თუ აბა არ უპირისპირდებაო ბიბლიაო ერთი მონაკვეთი მეორესო, რატო წერიაო, რომ ღმერთმა უთხრაო, რომ მაშინვე მოკვდებიო და ადამიანმა კი 930 წელი იცოცხლაო. ანუ ბიბლიაო თავის თავს უპირისპირდებაო, ასე ამიტომ ხდებიან ბევრი კრიტიკოსი და სკეპტიკურად განწყობილი ხოლმე ბიბლიის მიმართ, მაგრამ ისინი არ შედიან სიღრმეებში. ეხლა ჩვენ ზუსტად ამას შევეხებით. ადამიანმა რომ შესწოდა, მაშინვე მოკვდა ნამდვილად, როგორც ღმერთმა უთხრა არ შეწამო, თორემ მაშინვე მოკვდებიო. რა გაგებით მოკვდა? ის მოკვდა სულიერი გაგებით ღვთის თვალში. მაშინვე მოკვდა, ანუ მამასთან შეწყვიტა ურთიერთობა. აი როგორც მაგალითად გამაგრილებელი რო არის პროპელერი და რო გამოაერთებს წყაროდან, დენის წყაროდან. ის კიდევ ტრიალებს ინერციით სანამ გაჩერდება, მაგრამ დენის კვება აღარ მიეწოდება, ხო? მაშინვე შეიძლება ითქვას, რომ გამორთულია, მაგრამ ტრიალებს ჯერ სანამ განელდება. ასე იცხოვრა ინერციით 930 წელი ადამიანმა. მამიდან გამოერთო, ხო? აი ამ სიცოცხლის წყაროდან. მაგრამ ის მაშინვე მოკვდა ფაქტიურად ღვთის თვალში. და შედეგად თან დავალებად შესასრულებელი იყო, ხო, რომ 930 წლის განმავლობაში უამრავი ძენი და ასულნი შვა ადამიანმა, რომ გამრავლებულიყო კაცობრიობა, რაც ღმერთს ნათქვამი ჰქონდა. მაგრამ ეხლა დავაკვირდეთ, მთელი კაცობრიობა, ეხლა დღეს ჩემს სმენელებს შორისაც, ვისაც ეს პირველად ისმენთ ამ ინფორმაციას, თქვენ ითვლებით სულიერად მკვდრებად, ადამიანის მსგავსად. ვინც გამორთულები ხართ ამ სიტყვას ვიხმარ, მამისგან, სიცოცხლის წყაროსგან, ვისაც არ აქვს ძეწერ მამასთან ურთიერთობა, ითვლებით კვლავაც გამორთულებად. ადამი რომ გამოერთო, მთელი კაცობრიობა ლოგიკურია გამოერთო, ხო? ხოლო ისინი ცოცხლდებიან სულიერად, ვინც ჩაერთვებიან და ეხლა ამაზე უნდა ვისაუბრო, როგორ ხდება ჩართვა. მაგრამ ეს სინამდვილეში სულიერად მკვდრები, ეს მე არ მომფიქრებია და მე არ დავარქვი არავის ესე, საწყენად მიიღებთ, ეს თვითონ იესო ქრისტემ დაარქვა ადამიანებს. თუ შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად ლუკას სახარება ნახეთ, აგერ დავწერ აქ. ლუკას სახარება ნახეთ. ლუკას სახარება ამას ავწეთ მოკლედ, ნახეთ, ლუკა ასე იქნება მოცემული საძიებელში, მოკლედ, ნახეთ, ლუკას სახარების მე-9 თავი და ამ მე-9 თავში ნახეთ მე-60 მუხლი. აი აქ ლუკას 9:40-ში, როდესაც ერთი პიროვნებას ეუბნება იესო რომ გამომყევიო, ის ეუბნება რომ მე წავალო, რომ ჯერ მამაჩემი დავმარხო, მაცალეო და იესო უთხრა რომ მკვდრებმა დამარხონო მკვდრები. რა იგულისხმება იესო მკვდრებმა დამარხონო მკვდრები, ანუ ფიზიკური მკვდარი იყო და აცალეო სხვა ცოცხალ მკვდრებს ის დამარხონო და მე ვინც გამომყვება ისინი გაცოცხლდებიან. ვიარჩიოთ ამას ყურადღება. ვისაც გაცოცხლება უნდა, იესოს უნდა გავყვეთ, იესოს უნდა უსმინოთ.
ასე ხდება ეს პროცესი და ამას ვნახავთ ახლა შემდგომ მუხლში. ეს მუხლი ეს თავი იმიტომ დავწერე ლუკას 9:60, რომ შეამოწმოთ, რომ თვითონ იესო ეძახის მკვდრებს, ადამიანებს, მოსიარულე მკვდრებს. და გაცოცხლება ხდება შემდეგნაირად. ნახეთ იოანეს სახარება. იოანეს სახარების მეხუთე თავის 24 მუხლი. აქ იესო ამბობს უკვე როგორ შეიძლება მკვდარი გაცოცხლდეს დღესვე მოსიარულე მკვდარი და გადავიდეს სიცოცხლეში. ანუ ვინც მოусმენს იესოს და ესეც როგორ ხდება ნახეთ. აქვე დავწეროთ იგივე იოანეს სახარების მეათე თავი 11-დან 18 და მოდი 29-ის ჩათვლით წაიგითხეთ. აი აქ არის ეს მონაკვეთები, როგორ ცოცხლდება ადამიანი სულიერად. ანუ ადამი მოკვდა სულიერად, ეს სულიერი სიკვდილი გადმოსცა მთელს კაცობრიობას და დღეს ყველა მკვდრად ითვლება და ითვლებით უკაცრავად, მაგრამ ეს ასეა იესოს განმარტების მიხედვით, არა ჩემი განმარტების მიხედვით, ცოცხლდებიან ისინი, ვინც იწყებენ იესოს მოსმენას, იესოს მიყოლას. მხოლოდ ისინი ცოცხლდებიან და შედეგად ვინც მერე გააკეთებს, ვინც მოახდეს მამაზე ჩართვას, ამ გაგებით, ამ სიტყვას ვიხმარ ისევ, ანუ მიერთება სიცოცხლის წყაროზე. და შევეხებით აქეთ, აი, ანუ ამაში უკვე გვეხმარება გამოსასყიდი, ხედავთ? დასაწყისში ამით დავიწყე, რომ როგორ გამოვიყენოთ გამოსასყიდი. დღესვე როგორ გამოვიყენოთ, რომ გავცოცხლდეთ სულიერად. მოდი შევეხოთ აი ზეციან მამასთან ურთიერთობას. ნახეთ, ტიმოთეს 2 წერილია. ტიმოთეს პირველი წერილი ნახეთ. პირველი წერილი, მეორე თავის 5 და 6. აქ საუბარია როგორ შუამდგომლობს იესო ზეციერ მამასთან, ვინც გადაწყვეტ, რომ ზეციერ მამასთან ჩაერთოთ. და მე ამის შემდეგ დავდებ ზუსტად ასეთ ლექციას თლიანს, როგორ მოხდეს სრული ჩართვა ზეციერ მამასთან, ლოცვის მეშვეობით ხდება ეს. ლოცვების მეშვეობით. ამიტომ როგორ მოვახდინოთ ჩვენ აი ეს სიმბოლური ჩართვა ზეციერ მამასთან ურთიერთობაში შესვლა და გაცოცხლება სულიერი, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი გვერდში, რომ ის ვიდეო არ გამოვიდეს. და ასევე აქვე ნახეთ თქვენ იოანეს სახარება. იოანეს სახარება მე-14 თავი 6, 21, 23, 29 მუხლები. აქ იესო ამბობს, რომ უყვარს მამა და მას სურს, რომ იესოს დიდი სურვილია, რომ ჩვენც ისევე გვიყვარდეს მამა, როგორც თვითონ იესოს უყვარს. და გვეუბნება აი ეს რა არის საჭირო. ხედავთ, მამასთან მისაყვანად რა არის საჭირო. თვითონ იესო კი ამბობს, რომ ის არის გზა, სიცოცხლე და ვისაც გვინდა ეს სიცოცხლე უნდა გავიაროთ ამ გზაზე, მაგრამ მამა არის დანიშნულების ადგილი. რათა გავცოცხლდეთ. ადამი მამისგან გამოერთო, მან მამასთან შეწყვიტა ურთიერთობა და ეშმაკთან გაარვა ურთიერთობა. ესეა მთელი კაცობრიობა, უნდათ თუ არ უნდათ, ბევრს წარმოდგენაც არ აქვს ამაზე, მაგრამ ეშმაკის ქვეყნიერებაში ცხოვრობს და მიყვება ეშმაკის იმ დანიშნულებას, იმ გეგმას, რასაც მთელი კაცობრიობა. და აქედან გამორთვაა საჭირო და გადასვლა სწორედ ამას შევეხებით შემდეგ, როგორ უნდა გამოვიდეთ ეშმაკის აი ამ მონობიდან და ტყვეობიდან და როგორ გადავიდეთ ქრისტეს სამეფოში. ვისაც გვინდა სიცოცხლის წყაროსთან ურთიერთობა, ვინც გვაძლევს სიცოცხლეს. საკუთარ თავთან, აი ზუსტად ამას უნდა შევეხოთ ახლა, საკუთარ თავთან როგორ გამოვიყენოთ ეს გამოსასყიდი ყოველდღიურად. ნახეთ პეტრეს პირველი წერილი საძიებელში ასე იქნება, პირველი პეტრე. ასე ეწერება საძიებელში მოძებნეთ. მე პირველ პეტრეს რომ ნახავთ, მე და გვერდს რომ ნახავთ და გადახვათ, მე ნახეთ პირველივე თავი 13-დან 23 და ასევე საძიებელში ნახეთ რომ შემოკლებით, აი როგორც აქ დავწერეთ რომაელების წერილი, რომაელთა წერილი ნახეთ, მე-6 თავი ნახეთ 16-დან 23-ის ჩათვლით. აი ამ უხშირო თქვით, აი აგერ 23-ის პირველი მეთქი ამ შემთხვევაში პირველ ნაწილს მიაქციეთ ყურადღება. აი ამ შემთხვევაში უკვე მეორე ნაწილს მიაქციეთ ყურადღება, იგივე მუხლია ესეც და ესეც 6-ის 23, 6-ის 23, ოღონდ აქ უკვე 16-დან 23-ის ჩათვლით კონტექსტი წაიკითხეთ. საკუთარ თავთან როგორ უნდა გამოვიყენოთ ყოველდღიურად ეს გამოსასყიდი, რაში გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე სხვებთან ურთიერთობაში როგორ გამოვიყენოთ ეს გამოსასყიდი. ნახეთ იოანეს პირველი წერილი ასე იქნება, პირველი იოან, აი ესე ეწერება საძიებელში, ბიბლიის საძიებელში. ნახეთ მე პირველი თავი 7-დან 10-ის ჩათვლით მუხლები, მე გადახუცრეთ მეორე თავზე, მეორე თავის 1-დან 6-ის ჩათვლით მუხლები და მე მე-4 თავზე 7-დან 21-ის ჩათვლით მუხლები. ეს არის პირველი იოანეს პირველი წერილი. აი ამ მონაკვეთებიდან გაიგებთ სხვებთან ურთიერთობაში როგორ გამოვიყენოთ ჩვენ ეს გამოსასყიდი.
შემდეგ უკვე მომავალი მარადიული სიცოცხლის გარანტია. ანუ დღესვე კი გვაძლევს ჩვენ სარგებელს ეს გამოსასყიდი აი ამ საკითხებში, რომ მამასთან ჩავერთოთ ურთიერთობაში, რომ პირად საკუთარ თავთან გამოვიყენოთ, რომ სხვებთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ, მაგრამ ასევე მომავალი მარადიული სიცოცხლის იმედს გვიმტკიცებს, იმიტომ რომ ამ გამოსასყიდის საფუძველზე უნდა მივიღოთ როგორც ჩვენ ადამიანებმა მომავალში მარადიული სიცოცხლე, ისევე გარდაცვლილებიც ამის საფუძველზე იქნებიან ხელახლა სიცოცხლეში მოყვანილი და ამაზეც საკე ლექციას დავდებ თუ რას ნიშნავს აი გარდაცვლილების ხელახლა სიცოცხლეში მოყვანა, რა სახით მოვლენ ისინი, გვექნება თუ არა შეხვედრები ასეთ ადამიანებთან, ეს ღვთის განზრახვებია და ჩვენ გასულში ვისაუბრეთ, გასულ ლექციაზე თუ აი ამ ღვთის განზრახვის გარანტია, რომ თავად ღმერთის სახელია და ეს შეგიძლიათ მოისმინოთ თუ არ მოგისმენიათ. ანუ მომავალ მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებით ნახეთ იოანეს მესამე თავის მე-16 მუხლი, აქ მიაქციეთ მე-16 მუხლში ყურადღება ერთ რამეს, რომ ღმერთმა ისე შეგვიყვარა, რომ ჩვენთვის გამოიმეტა ეს გამოსასყიდად თავისი ძე, რომ გამოგზავნა ამგვარი სახით წამებულიყო და მომგვარიყო, მართალია ყველასთვის გაიმეტაო ღმერთმა, მაგრამ აქ მე-16 მუხლის მეორე ნაწილში წერია, რომ ყველა ვერ მიიღებს აქედან მარადიულ სიცოცხლეს, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ირწმუნებენ აი ამ ღონისძიებას, როგორც ასეც ახლა მევსაუბრობ, აი ამ გამოსასყიდს. და როცა იესო მარადიულ სიცოცხლეზე საუბრობდა და ახსენა გასაღები რაშია მარადიულ სიცოცხლეს, იგივე იოანეს სახარებას თუ ნახავთ, ამჯერად უკვე ნახეთ მე-7 თავის მესამე მუხლი, აი აქ არის გასაღებზე საუბარი, რა არის მარადიული სიცოცხლის გასაღები, ამას აქ ესეთი შეგვიძლია თქვა, აი ორკბილიანი გასაღებია, ესეთი ორკბილიანი გასაღები დავხატე. ანუ ეს არის მამის გაცნობა. ზუსტად ამას გაუსვა იესომ ხაზი. მამა უნდა გაიცნოთ და შეხვიეთ მასთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს დაკარგა ადამიანმა, ეს დააკარგინა მთელ კაცობრიობას, სიცოცხლის წყაროსთან ურთიერთობა, მამასთან ურთიერთობა, ძის მეშვეობით. და ძე არის როგორც გამოსასყიდი, სწორედ მისი შუამდგომლობით, რაზეც აი აქ ვისაუბრეთ ტიმოთეს წერილში და აი ამ იოანეს წერილში. ეს კავშირები იპოვეთ ერთმანეთთან აი ამ მონაკვეთებისა. და ეს გაცოცხლების საკითხი ზუსტად ეს არის, აი რაზეც აქ ვსაუბრობთ. აი ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ, არის ადამი რომ გამოერთო მამასგან. ჩვენ რო ისე უნდა ჩავერთოთ მისგან განსხვავებით, ვისაც მინდა მარადიული სიცოცხლე. სიცოცხლის წყაროზე უნდა მივერთეთ. და ბოლოს შევეხოთ, რომ მადლიერება როგორ შეგვიძლია გამოხატოთ, აი ვინმე რო კამფეთს გაჩუქებთ ხოლმე. კამფეთს რო გაჩუქებთ, ელემენტარული მადლობას ხოვეუნებთ, არა აქ ახლა მნიშვნელობა ეს კამფეთი ფოჩიანი იქნება თუ უპოჩო. კამფეთი რო გაჩუქეს, მადლობას ხოვეუნებით. ამხელა გამოსასყიდი გაიღო იესომ, ხო? ჩვენ რო სადმე მივდივართ ძვირფასი საჩუქრით, მადლიერებას ხო ხედავთ და მოგსიამოვნებს. იესოსაც ხო სიამოვნებს მადლიერი რო ხარ. როგორ უნდა გამოხატო მადლიერება? აქამდე არ გამოგიხატიათ ალბათ, ეხლა ვიტყვი რატო რაში მდგომარეობს მადლიერების გამოხატვა. ნახეთ ლუკას სახარება 22 თავი. აქ თვითონ ამ თავში საუბარია პასექის დღესასწაულთან დაკავშირებულ მოვლენაზე. რომ პასექს აღნიშნავდა, იმიტომ რომ თვითონ იესომაც იმ პასექის დღეს ასეთი რამ თქვა მე-19 მუხლში, აი 22 თავის მე-19 მუხლში. იესო უსვამს ხაზს, რომ ეს აკეთეთ ჩემს გასახსენებლად, ანუ აი ამ გამოსასყიდის, რაც მე უნდა გავიღო თქვენთვის გამოსასყიდი. აი ამ გამოსასყიდის, აი ამ სხვებრის გასახსენებლად წელიწადში ერთხელ ამ დროს იყო 14 ნისანი საღამო. როდესაც პასექს აღნიშნავდნენ 14 ნისანი საღამო. და იესომ საპასექო მსხვერპლი ჩაანაცვლა თავისი მსხვერპლით, ანუ ამით ებრაელებსაც გაუუქმნათ ის პასექის მსხვერპლი, რასაც წირავდნენ. რადგან იესო როგორც პასექი ისე დაიკლა, ამაზე კორინთელების წერილშია საუბარი, პირველ წერილს თუ ნახავთ მე-5 თავის მე-7 მუხლში, რომ იესო როგორც საპასექი კრავი, ისე შეეწირა ჩვენთვის. და ჩაანაცვლა ის, რაც ხდებოდა ხოლმე პასექის დღის, პასექის საღამოს. იესომ თავისი თავი გაიღო მსხვერპლად და იესო უსვამს ხაზს, როგორც ანდერძი ისე დაგვიტოვა წელიწადში ერთხელ ეს აღნიშნეთ. და რომ ნახოთ როგორ აღნიშნავდნენ ამას მოციქულები, უნდა ნახოთ კორინთელთა წერილი. რომ დავტიროთ ესე გავაკეთებ. პირველი წერილი ნახეთ კორინთელთა მიმართ, ეს არის მე-11 თავი 23-დან 26-ის ჩათვლით. და აი აქ წერია რას აღნიშნავდნენ ხოლმე მოციქულები, ვინც სამოციქულო ეკლესიას მიუყვებით, მათ მითებებს ვაკვირდებით, მათ ცხოვრებას და ისე ვაკეთებთ. აქ ზუსტად ამას ესმება ხაზი. რას აღნიშნავდნენ ხოლმე და როდის? ეს ხდებოდა წელიწადში ერთხელ და ეხლა გითხრათ, როგორ შეგიძლიათ თქვენ მადლიერება გამოხატოთ. არა აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომელ ქალაქში,
ცენტრალურ ადგილებში ყველგან განთავსებულია უფასო სტენდები, საინფორმაციო სტენდები, სადაც 2 ან 3 იეჰოვას მოწმეები დგანან. ასეთი სტენდები ალბათ მოგხვედრიათ თვალში. მიდით აი ამ სტენდთან, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოთ და უთხრეთ, რომ თქვენ გინდათ მოსაწვევი. ახლა მოახლოებულია ეს დღე ხუთშაბათს იქნება ორაპრილის წლევანდელი წელს, თორე ისე მოძრავი კალენდარით არის. მიდით და სთხოვეთ, რომ მოგცენ თქვენი პირადი მოსაწვევი. დიახ, ის თქვენი პირადია, ნებისმიერს აქვს უფლება მივიდეს, აიღოს ეს მოსაწვევი, დანარჩენი დეტალები იქ იქნება, რომელ საათზე, რამის სამართზე, სად იქნება, სულ რაღაც 1 საათიანი შეხვედრა, დასწრება უფასოა. ამიტომ თუ გინდა რომ მადლიერება გამოხატო და ღმერთს და იესოს აჩვენო, რომ შენ მადლიერი ხარ აი ამ ღონისძიებისათვის, საჭირო აი ამ საღამოზე დასწრება. ზუსტად ეს თქვა იესო, იმიტომ რომ ამ საღამოზე აღინიშნება ხოლმე სწორედ ის, რაც იესო თქვა. წელიწადში ერთხელ ასე გააკეთეთ ჩემს გასახსენებლად. იგივე საკეთებდნენ მოციქულები. და ზუსტად იგივე ხდება ყოველწლიურად ხოლმე, ზუსტად იმ დღეს 14 ნისანს საღამოს, ოღონდ ეს ებრაული კალენდრით როგორც თქვით მოძრავი კალენდარია და ხან მარტის ბოლო აპრილის პირველი რიცხვები ემთხვევა ხოლმე, ამჟამად როგორც გითხარით, ეს იქნება ხუთშაბათს 2 აპრილს საღამოს საათებში, ამიტომ გამოართვით მოსაწვევი, მიდით და ესწარით და გამოხატეთ თქვენი მადლიერება. გისურვებთ ყველას წარმატებას.